ნის ჩართვა ქერის უბნიდან. მოგესალმებით ბატონო სოსო, ალბათ მივხვდით თუ რატომ მოგიწვიეთ დღეს გადაცემაში. რატომ მიწვიე? აი, რაზე მოგიწვიეთ და იბიარძე რომ თქვით პარლამენტში, მაგასთან დაკავშირებით. იბიარძე რაც თქვი, ისე მართალია. თქვი ვერ ეიძახით, იბიარდის ხვერა მიაო. იქნება ისიც თქვათ, რომ ნატო პატიოსანია. სხვათა შორის ჰაეროს სხდომაც გარყვნილება. არ გეგონოთ რომ სიტყვა შემეშალა. ქართულად ჰაერო ქვია და ვინც გაეროს ეძახის რუსეთის ხალხი ის ყველა. გასაგებია, ოკეი. ოკეი და გეებით თქვენსკენ მოიკითხეთ. გაიგეთ? გასაგები, კარგი, დამშვიდით, ბოლო და ბოლოდ გაიგეთ ეს იბიარდი რას ნიშნავს, ბატონო სოსო? კი, მაგრამ წინადადებაში თუ არ მითხარით, ისე ვერ გიპასუხებთ და. კარგით, ისე ბატონო სოსო, უმრავლესობის სხვა წევრებსაც კითხეს, მაგრამ არ იცოდნენ ეს იბიარდი რას ნიშნავდა. მსახიობებით და სპორტსმენებით რო გაევსეს პარლამენტი, იმის ბრალია გენეცველი. მე რა მოხდა თუ არ ვიცი რას ნიშნავს იბიარდი. სკოლაში ერთადერთხელ გავაცდინე ქიმიის გაკვეთილი და ეთყობა მაინც მაშინ ახსნა ნარგიზამასმა. მე რა უშავს. ამ ზაფხულში ჩავუჯდები, ვიმეცადინებ თან ზვიადაურმა წიგნებს გათხოვებოდა მომავალ წლამდე ვისწავლი იბიარდებს, კონგრესებს, კონსერვატორებს, მინისტრიალებს და ამგვარ სიტყვებს. გასაგებია ბატონო სოსო, მაგრამ მე მგონია რომ თქვენი ნათქვამი ცოტა სისულელე იყო, ეხლა სიმართლე რომ ვთქვათ. ახლა შენ ნუ იბიარდობ, ვანო. მე მართალი ვარ, იბიარდი ვიყო. ბატონო სოსო, ნუ ღალატი ახსენე და ცოლისთვის მართლა არასოდეს გიღალატიათ? ერთადერთხელ მარტო ევროსაბჭოს ხდომაზე ვიყავი წასული და ისე მანამდე იმდენ ქალთან მიმუშავია და იმდენ ქმართ შეუსწრივარ მის ცოლთან კიდე კარგად ვაზროვნებ. გენიოსი, იმიტომ არის გენიოსი, რომ იცოდე, რომ აღიაროს რომ გენიოსია. ანუ რისი თქმა გინდათ ამით? დამევიწყდა და საერთოდ ბოზი იმიტომ არის ბოზი, რომ გენიოსს ათიმანეთი არ გამოართვას. სხვათა შორის, ვანო, ჩემი ოჯახის დანგრევა უნდა და ეკა ხერხეულიძეს, მაგრამ არ გამოუვიდა. საერთოდ რა უნდა მაგ ქალს, მაგას თუ თავისი 9 ძმის იმედი აქვს, ძალიან ცდება. აი ჩემი ისტორიული ცოდნაც გამოვამჟღავნე, ვანო. მეძახეთ ახლა უცოდინად. შესანიშნავად ერკვევით ისტორიაში ბატონო სოსო და ასევე პოლიტიკურ ტერმინოლოგიაში. როდის ისწავლეთ ამდენი, ძალიან საინტერესო. კი. რა კი? კიში ცოტა ასვიებია და რაც შეიძლება ცოტა უნდა ვილაპარაკო. დიდი ბოდიში ბატონო სოსო, რეგლამენტი გვიმთავრდება და ამიტომ ცოტა უნდა. რა რეგლამენტს კადრებ, ბიჭო? რატომ ახანებ შეურაცხყოფას? გადაგიხუნა მკლავზე შენ ვიღაცა ხარ. ეს როდის გაიგებს რა უთხარი? დრო მთავრდება თქო, დრო დამთავრდა, ბოდიში, მადლობა. ვინ არის თავგესებული მადლობა, ძალიან დიდი სოფო ჯაიმიანი იყო პირდაპირ დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. გავაგზავნებთ დღევანდელ ჩვენს გადაცემას და ძვირფასო მეგობრებო, მინდა შემოგთავაზოთ ეკა ბესელიას და ბიძინა ივანიშვილის ახალი დუეტი